მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო ყველას. მინდა მადლობა მოგიხადოთ, სანამ გაშლას დავიწყებთ. ყველას, ვინც გამოიწერა ჩემი არხი, ვინც დამილაიქა, დამიკომენტარა, განსაკუთრებით მადლობა თქვენ ჩემო ძვირფასებო. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, ენერგიების გაცვლისთვის, ასევე თქვენთვის. და მინდა შემოგთავაზოთ ახლა გაშლა სასიყვარულო სამკუთხედთან დაკავშირებით. თუ ხართ იმყოფებით სასიყვარულო სამკუთხედში თქვენ ან თქვენი პარტნიორი, მაშინ ეს გაშლა არის თქვენთვის და დარჩით ჩემთან ერთად ჩემო ძვირფასებო. მოусმინეთ ენერგიებს, თუ რეზონირდა ვუყურებთ, თუ არ რეზონირდა, მაშინ გადადით სხვა გაშლებზე. შეგახსენებთ, რომ ეს არის საჯარო გაშლა, ამიტომ საჯარო გაშლაში ვიცით, რომ ყველაფერი არ რეზონირდება ყველასთან. დავიწყებ, მე აღარ მოგაცნეთ, მაშინ ნახოთ, როგორ ენერგიებში იმყოფებით ამჟამად თქვენ, ვინც ამ გაშლას უყურებთ, ვისთვის არის ეს გაშლა, ვისთვის იქნება ეს გაშლა პირველი კარტი, ჩემო ძვირფასებო. შემდეგ ნახოთ თქვენი პარტნიორის ენერგიები ამ მომენტისთვის, თქვენი პარტნიორის ენერგიები ამ მომენტისთვის. შემდეგი კითხვა იყოს მესამე პირის, ანუ თქვენი მეტოქის ენერგიები ამ მომენტისთვის, როგორ ენერგიებში იმყოფება, მესამე პირის ენერგიები ვნახოთ. შემდეგი კითხვა, ურთიერთობა ამჟამად თქვენსა და თქვენს პარტნიორს შორის როგორია? ურთიერთობა. ვნახოთ ურთიერთობა მეტოქესა და თქვენს პარტნიორს შორის ამ მომენტისთვის, როგორია ურთიერთობა მეტოქესა და თქვენს პარტნიორს შორის. შემდეგი კითხვა იყოს დაფარული ფაქტორი თქვენს შორის. რა არის დაფარული ფაქტორი თქვენს შორის? დაფარული ფაქტორი. რა არის თქვენს შორის დაფარული ფაქტორი? შემდეგი კითხვა, როგორ განვითარდება ურთიერთობა თქვენსა და თქვენს პარტნიორს შორის უახლოეს პერიოდში, პერიოდი თავად ჩაიფიქრეთ, ჩემო კარგებო, როგორ განვითარდება თქვენ ორს შორის ურთიერთობა უახლოეს მომავალში, თქვენ ჩაიფიქრეთ პერიოდი და საბოლოო კითხვა იყოს, მოდი რჩევა ერთგვარი თქვენთვის, როგორ უნდა მოიქცეთ ამ სიტუაციაში, მაშინ ნახოთ რჩევა თქვენთვის, როგორ უნდა მოიქცეთ ამ სიტუაციაში. მე დავიწყებ, ჩემო კარგებო, მოემზადეთ და ვნახოთ, როგორ ენერგიებში იმყოფებით ამჟამად თქვენ. ესე იგი, იცით, რომ თუ თქვენი ენერგიები ამჟამინდელი რეზონირდა აგრძელებთ ყურებას, თუ არა და მაშინ არ აგრძელებთ. როგორ ენერგიებში იმყოფებით თქვენ? ამოვიდა ხმლის რაინდი. ჩემო ძვირფასებო, მინდა გითხრათ, რომ ამ მომენტისთვის ძალიან ხისტ ენერგიებში ხართ, იმპულსური შესაძლებელია რაღაც იმპულსური მოქმედებების, იმპულსურად მოქმედებთ, ხო? იმპულსურად მოქმედებთ, სწრაფად გინდათ რაღაც შედეგის მიღება, ხშირად ეს არის მოქმედება, როდესაც ადამიანს რაღაც მოუთმენლობა შეეყრება, მოუთმენლობა სჭირს და უნდა რაღაც მიზანს სწრაფად მიაღწიოს, რაღაც შედეგი სწრაფად მიიღოს. ამიტომ და ხშირად ეს პიროვნება, ანუ თქვენ ემოციით კი არ მოქმედებთ, არამედ პირიქით, ლოგიკურად, იმპულსურად მოქმედებთ და ხშირად არ დაუდევთ იმას, რა შედეგი მოყვება თქვენს საქციელს. შესაძლებელია განრისხებული ხართ, გაბრაზებული ხართ, რაღაც ყოველთვის ურთიერთობაში შეიძლება რაღაც ხისტ მოქმედებებს, ანუ აგრესიას ხამთლათ ისე მიიღებთ, ჩემო კარგებო, როდესაც ადამიანი გაბრაზებულია, ხშირად ვერ საზღვრავს ხო თავის ემოციების მოთოკვას და ამიტომ მოქმედებს იმპულსურად და ამას საბოლოოდ ჩვენთვის, რა თქმა უნდა, სასიკეთო ცვლილებები და სასიკეთო შედეგები არ მოსდევს, ხო? ანუ პიროვნება, როდესაც იმპულსებით მოქმედებს, ხო, რაღაც გინდა რომ სწრაფად მიიღო, გინდა რაღაც შედეგზე არ ფიქრობ ხშირად და ამიტომ აი ესეთ ენერგიებში იმყოფებით ამ მომენტისთვის. როდესაც რაღაც გაქვთ არჩეული, ასე ვთქვათ, ჩანაფიქრი თუ რაღაც მიზანი, რაღაც გეგმა, რომის განხორციელებაც გინდათ და შედეგზე არ ფიქრობთ, ხო, შედეგზე არ ფიქრობთ. ასევეა ურთიერთობაშიც, ხო? ხართ ერთი სიტყვით როდესაც რაღაც პარტნიორთან ურთიერთობაში, როდესაც არ გვაქვს დათმობა, ჩვენი სიმართლე გვინდა რომ ბოლომდე გავიყვანოთ, ბოლომდე ჩვენი სიმართლე დავამტკიცოთ, აი ესეთ ენერგიებში იმყოფებით ამ მომენტისთვის. ჩემო ძვირფასებო, თუ გეცნოთ საკუთარი თავი გააგრძელეთ ყურება და გავაგრძელებთ მე თქვენი პარტნიორის ენერგიები ამ მომენტისთვის, ჩემო კარგებო. ნახეთ, თქვენი პარტნიორი ამ მომენტისთვის რაღაც ორიანი კვერთხის ენერგიებშია. შესაძლებელია რაღაც არჩევანს აკეთებს, რაღაცას გეგმავს თქვენი პარტნიორი, შესაძლებელია ადარებს, რაღაცას, ანუ მას აქვს ორი გზა, ერთ-ერთი გზა უეჭველი თქვენთან არის დაკავშირებული, მეორე შესაძლოა სხვა მიმართულებით. პიროვნება ცდილობს რაღაცაში გაერკვეს, აქვს რაღაც გეგმა, მაგრამ ბოლომდე გარკვეული არ არის, ხო, რაღაც მოქმედებისთვის ჯერჯერობით
ვერ გადაუწყვეტია პიროვნებას საით იმოქმედოს, მაგრამ პიროვნებას აშკარად რაღაც არჩევანს აკეთებს, რაღაცას ფიქრობს, რაღაცას ანალიზებს და ერთი სიტყვით შესაძლებელია არჩევანი იყოს ორ ადამიანს შორის, ორ პიროვნებას შორის გასაკეთებელი, ან რაღაც ორ მოქმედებას შორის, ან შესაძლებელია ახდენდეს შედარებას თქვენსა და მესამე პირს შორის. არც ეს არ არის გამორიცხული, ერთი სიტყვით თქვენი პარტნიორი ამ მომენტისთვის უმოქმედო მდგომარეობაშია, მაგრამ აშკარად ფიქრის პროცესში და რაღაც გეგმების და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ერთი სიტყვით თქვენი პარტნიორი. ვნახოთ როგორ ენერგიებშია მესამე პირის ენერგიები. ხმლის სამიანი ამოვიდეთ ჩემო ძვირფასებო. მესამე პირი განიცდის რაღაც იმედგაცრუებას, ტკივილს. შესაძლოა რაღაც განშორებას განიცდის. იცით როგორი მომენტია. მესამე პირმა რაღაც ემოციური რაღაც ტკივილი განიცა და ემოციური დარტყმა მიიღო და შესაძლებელია აცნობიერებს იმას, რომ ეს ყველაფერი მისთვის არის მტკივნეული, მაგრამ მტკივნეული და ძალიან განიცდის. ანუ რთულ ენერგიებში ამიტომ გითხრათ, არ არის გამორიცხული, რომ გულში ეჭვიანობს და რაღაც წყენა უტრიალებს. ხო, წყენა უტრიალებს. შესაძლებელია რაღაც ისეთი მოუხდა თქვენს პარტნიორთან, რამაც ძალიან ანუ გული ატკინა ერთი სიტყვით და რაღაც იმედგაცრუებული დარჩა. იმედგაცრუებული შეეჯახა რაღაც მწარე სიმართლეს, რამაც ძალიან იმოქმედა მასზე. მოდი ვნახოთ შემდეგი კითხვა, ურთიერთობა ამჟამად თქვენსა და თქვენს პარტნიორს შორის და ეს ამოვიდა ჩემო ძვირფასებო 6-იანი ხმალი ამ პოზიციაზე. მინდა გითხრათ, რომ რაღაც იცით როგორი მომენტია, ვერ ვიტყვი, რომ თქვენსა და თქვენს პარტნიორს შორის არის რაღაც ახლო ურთიერთობა პირიქით თითქოს დაშორებულები ხართ ერთმანეთთან, არ არის გამორიცხული, რომ ამ მომენტისთვის შესაძლოა დროებითი განშორება იყოს, ანუ ცალ-ცალკე იყოთ ერთმანეთისგან, მაგრამ არა ყველა, ჩემო კარგებო, შესაძლოა ნაწილი პარტნიორების საერთად იყოთ, მაგრამ უბრალოდ ემოციურ სიცივეს განიცდით, ხო, ემოციურ ერთმანეთის მიმართ, ხო? ანუ მაგრამ აქ არ არის ყოველ შემთხვევისთვის აქტიურად რომ რაღაც ერთმანეთს უპირისპირდებოდეთ, თუმცა მინდა გითხრათ, რომ შესაძლოა რაღაც კონფლიქტური სიტუაცია გქონდათ და ამ მომენტისთვის არის სიტუაცია განეიტრალების, ხო, როდესაც ორივე პიროვნება, ორივე პარტნიორი, თქვენ და თქვენი პარტნიორი ცდილობთ რაღაცნაირად რომ გაანეიტრალოთ, რაღაც მშვიდ დინებას მიხვდეთ თითქოს, ხო? გააწონათ სწორად ეს რთული ფაზა რაც გქონდათ და რთული ეტაპი რაც გქონდათ, რაღაცნაირად გაანეიტრალოთ და დისტანციურად მაინც შეინარჩუნოთ სიმშვიდე, თუმცა ეს აქ მე ვერ ვხედავ იმას, რომ აქ სიახლოვე არ არის, მაინც პარტნიორებს შორის არის სიცივე, იმიტომ რომ 6-იანი ხმალი არის სიცივის არკანი ურთიერთობაში, ხო? როდესაც პარტნიორები ცდილობენ გაერიდონ რაღაც რთულ მომენტს, ხო, რთულ ეტაპს, რაღაც კონფლიქტს ერთი სიტყვით აი ესეთ ენერგიებში ხართ. ვნახოთ როგორია ურთიერთობა მეტოქესა და თქვენს პარტნიორს შორის ამ მომენტისთვის და აქ ამოვიდა სამიანი კვერთხი ჩემო ძვირფასებო. აქ იცით როგორი მომენტია, აქ არის თითქოს მოლოდინი იმის, რომ რაღაც ურთიერთობა შეიძლება განვითარდეს, შესაძლოა იცით როგორია სიტუაცია მათ შორის, შესაძლოა ელოდებიან, მოლოდინი აქვთ იმის, რომ რაღაც განეიტრალდება, რაღაც განვითარება ექნება, რაღაც და გარკვეულ დისტანციას და სიფრთხილეს ინარჩუნებენ, ჯერ მაინც სიახლოვე არ არის, ანუ აქ რაღაც გადაწყვეტილება, მაგრამ მაინც არის მოლოდინი იმის, რომ რაღაც უკეთესობისკენ შეიძლება შეიცვალოს მათთვის რაღაც ურთიერთობა სამომავლოდ, ხო? ანუ იცით როგორი მომენტია, აქ მე ვერ ვიტყვი იმას, რომ აი უკვე ვთქვათ რაღაც გეგმა არის, მაგრამ ბოლომდე მაინც სტაბილურობა აკლია ამ ურთიერთობას, ჩემო ძვირფასებო. ანუ მე მინდა გითხრათ, რომ თქვენს პარტნიორსა და მეტოქეს შორის სტაბილური ურთიერთობა არ არის. აქ შესაძლებელია იყოს პერიოდული მისვლა-მოსვლა, პერიოდული რაღაც შეხვედრა და რაღაც პოტენციალი არის, მაგრამ მაინც სტაბილური, რო ვთქვა, აი სტაბილურად რაღაც გრძელვადიანი რაღაც პერსპექტივა შეიძლება აქ არ ჩანს, მაგრამ არის რაღაც მოლოდინები ყოველ შემთხვევისთვის. მოდი ვნახოთ რა არის დაფარული ფაქტორი თქვენსა და თქვენს პარტნიორს შორის, თქვენს ურთიერთობაში დაფარული ფაქტორი. დაფარული ფაქტორი აქ ამოვიდა სამართლიანობის არკანი, ჩემო ძვირფასებო. სამართლიანობის არკანი რაზე მიგვანიშნებს, იცით როგორი მომენტია.
თქვენს ურთიერთობაში შესაძლებელია დაფარული ფაქტორი არის ის, რომ რომელიმე მხარეს ეს ეთიკური ნორმები, ვთქვათ, ის რომ შესაძლოა რაღაც ან ქორწინებაში იმყოფებით, ან რაღაც ეთიკური ნორმები, მორალური რაღაც პრინციპები გაქვთ ერთმანეთის მიმართ, რაღაც პასუხისმგებლობა, ეს არ გაძლევს, ვთქვათ, რაღაც იმას, რომ აი ბოლომდე, ვთქვათ, ან ვცდილობთ ყოველ შემთხვევაში, რომ რაღაც შუალედური, გაწონასწორებული ბალანსი შეინარჩუნოთ ერთი სიტყვით და დაფარული ფაქტორი შეიძლება იყოს ის, რომ ორივე მხარეს შესაძლოა გჭირდებათ რაღაც გულწრფელი პირდაპირი საუბარი და რაღაც გარკვევა, ხო, გარკვევა და ასევე ეს რაც მოიცავს ეთიკური ნორმებს, ხო, მაინც საზოგადოების თვალში რაღაც არ გამოჩნდეს ცუდად. აი ეს ფაქტორი არსებობს მაინც თქვენს ურთიერთობაში და აი ამის დაცვა ერთი სიტყვით და გარკვევა კიდევ დაფარული ფაქტორი, ორივე მხარეს გჭირდებათ რაღაც გულწრფელი პირისპირ საუბარი და რაღაც გადაწყვეტილების მიღება ერთი სიტყვით, გარკვევა, ერთი სიტყვით სიცხადის შეტანა. მოდი ვნახოთ, როგორ განვითარდება ურთიერთობა თქვენ ორს შორის, თქვენსა და თქვენს პარტნიორს შორის. ორიანი ხმალი ამოვიდა, ჩემო ძვირფასებო. იცით როგორი მომენტი აქ დროებით სიცივეს მიჩვენებს საქმე, როდესაც ორივე მხარე, ან ერთ-ერთი ყოველ შემთხვევისთვის მაინც ჩაკეტილია, ხო? საკუთარ ფიქრებშია, ანუ ემოციური თვალსაზრისით რაღაც ბლოკი არსებობს თქვენ შორის და ჩაკეტილობა. როდესაც აი გადაწყვეტილება გინდათ რომ მიიღოთ რაღაც გარკვეული დროით შესაძლებელია ერთმანეთისგან დისტანცირებული ხართ და ფიქრის პროცესში ხართ, როგორ მოიმოქმედოთ, ხო? ორივე მხარეს აქ ორივე მხარის პოზიცია არის ისეთი, რომ ფიქრის პროცესში ხართ, ხო? ორივე ფიქრობთ და ცდილობთ რაღაცნაირად გამოსავალი იპოვოთ და რაღაც გადაწყვეტილება მიიღოთ, გადამწყვეტი ნაბიჯი იმისთვის, რომ რაღაც შემდეგ მოიმოქმედოთ. აი ესეთ მე აქ არ მიჩვერებს იმას, რომ რაღაც შეიცვლება, ძირითადად ორივენი ხართ ჯერჯერობით რაღაც ცვლილება რომ იყოს უახლოეს მომავალში, ხო, თქვენს ურთიერთობაში. მე ამას ვერ ჯერჯერობით შესაძლებელია დარჩეს სიტუაცია იგივე მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც ამჟამად იმყოფებით, უბრალოდ აქ არის რაღაც ორივე მხარის ფიქრი და გადაწყვეტილების მიღების საჭიროება ერთი სიტყვით. აი ესეთი განვითარება შეიძლება გქონდეს, ამ განვითარებას აქ არ მიჩვენებს, რომ რაიმე სასიკეთო ძვრა იქნება. რა უნდა მოიმოქმედოთ თქვენ ამ სიტუაციაში, რა არის აქ თქვენთვის რჩევა? იცით როგორი მომენტია, თასის რაინდი ამოვიდა, ჩემო ძვირფასებო. თქვენთვის რჩევა არის ის, რომ გამოიჩინოთ სითბო, გულწრფელობა, რაც არ უნდა რთული იყოს ეს თქვენთვის. კომუნიკაცია, გქონდეთ დაამყაროთ თქვენს პარტნიორთან, არა ის ხისტი და არა იმპულსური, არამედ რაღაც წინადადებით შეხვიდეთ თქვენს პარტნიორს, წინადადებით მიმართოთ რაღაც, გამოიჩინოთ რაღაც, იცით როგორი ერთი სიტყვით რაღაც სითბოთი და სიყვარულით მიუდგეთ, ხო? და არა კონფლიქტით და არა წნეხით. ეს არის ესეთი მოქმედება, რომელიც ადამიანს სირბილეს, ანუ რბილად მიუდგეთ, ხო, რბილად. გველსა ხვრელით ამოიყვანს, ენად კბილად მოუყარეო ნათქვამია, ჩემო ძვირფასებო. აი ესეთი რჩევა თქვენთვის. მე აქ დაგემშვიდობებით, რომ ძალიან გრძელი გაშლა და გრძელი ვიდეო არ გამოვიდეს. მადლობას მოგახსენებთ ყურებისთვის, ძალიან მაინტერესებს, დამიკომენტარეთ. ვისთან როგორ რეზონირდა? რა ეტაპზე ხართ ამჟამად, რა ხდება ამჟამად თქვენს ურთიერთობაში, დამიკომენტარეთ, ძალიან მაინტერესებს, როგორ ასე ვთქვათ, გათამაშდება თქვენთან თითოეული არკანი, რა იქნება, რა დაემთხვა თქვენთან და რა არა. მადლობელი დაგრჩებით, მე დაგემშვიდობებით და ნახვამდის, ჩემო ძვირფასებო.